ეს რომ ორი იბერია არსებობდა და ამ ორი იბერიას შორის იყო კავშირი, მთელი ქართული წერილობითი ისტორიოგრაფიის მანძილზე ყველგან დადასტურებულად არის გადავნებული. მაგალითად, გეტყვით, რომ მე-11 საუკუნეში ესეთი ტექსტი არის იოანე და ექვთიმეს ცხოვრებაში, ირტოდა მამა იოანე ესპანიად, ანუ წავიდა, მიდიოდა ესპანეთ, გადაწყვიტა ესპანეთში წასვლა, რამე თუ ასმეოდა, რომ ნათესავნი ქართველისანი არამცირედნი მკვიდრარიან მუნ. მაგრამ ის ათონის თაზე ცხოვრობდა, საბერძნეთის ფარველად ითვლებოდა და საბერძნეთის მეფეებმა არ შეუწყოს მას ხელი, პირიქით თხოვეს, რომ არ წასულიყო და ეს მოგზაურობა ჩაიშალა. მე-17 საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში თქვენ იცით შარდენმა ამ მოგზაურობის დროს მეფე თეიმურაზმა სადილად მიიწვია და რომ ისადილეს კითხა მას როგორ ბრძანდება სადილის ბოლოს ჩემი ნათესავი ესპანეთის მეფეო და სადერძელო დალია მისიო შარდენი რას ამბობს ახლა უყურეთ მეო დიდი ხანი ვიფიქრეო საიდან უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფის ნათესავი ესპანეთის მეფეო მაგრამ მე ბოლოში გამახსენდა რომ არსებობდა ჰიპოთეზა იმისა რომ ქართველები და ბასკები ნათესავი იბერები ნათესავები არიან და ალბათ ამიტომ ანუ ეს თეორია შარდენისათვის ცნობილი იყო იმ პერიოდისათვის როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა